მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2020 წელი ამოცანა ნომერი 31. ჰაერით გაბერილი მცირე ზომის სფერული ფორმის რეზინის ბუშტი ჩაძირეს წყალში 20 მეტრის სიღრმეზე. რამდენჯერ შემცირდა ბუშტის ზედაპირის ფართობი? ატმოსფერული წნევა 10 მეტრი წყლის სვეტის წნევის ტოლად ჩათვალეთ, წყლის ტემპერატურა სიღრმის მიხედვით არ იცვლება. რეზინის დრეკადობის ძალით შექმნილი წნევა მცირეა და შეიძლება მისი უღრუბლობა. მოცემული გვაქვს h უდრის 20 მეტრს, 20 მეტრზე ჩაძირეს. ატმოსფერული წნევა 10 მეტრი წყლის სვეტის წნევის ტოლად ჩათვალეთ, ესე იგი P1 უდრის P0-ს, P0-ად ავნიშნოთ, მოდით პირველი ატმოსფერული წნევა და მოდით ახლა სურათი რომ დავხაზოთ, რა სიტუაცია გვაქვს, რო გავიაზროთ. ესე იგი გვაქვს რაღაცა ჭურჭელი ავიღოთ, ასე. ჭურჭელი გვაქვს. წყალი გვაქვს, შენი ჩასმული, მე წყალით ჩავასხოთ. წყალი ჩავასხოთ შეგინით. თავიდან გვაქვს რაღაც რეზინის სფეროს ფორმის ბუშტი, ასეთი, ასე. ატმოსფერული წნევა თავიდან არის P0, შემდეგ ჩაძირეს 20 მეტრის სიღრმეზე, ამის სიღრმე გითხრეს, რომ ჭურჭლის სიღრმე გითხრეს, რომ არის 20 მეტრიო, h უდრის 20 მეტრს. ჩაძირეს. ამას აქვს რაღაც B1 მოცულობა, ამას აქვს რაღაც B2 მოცულობა. ეს არის P2 წნევა იქნება. ეხლა რადგანაც გვეუბნებიან 10 მეტრი წყლის სვეტის წნევის ტოლად ჩათვალეთო, ატმოსფერული წნევა 10 მეტრი წყლის სვეტის წნევის ტოლად ჩათვალეთო. როცა 10 მეტრზე ჩაიძირება, ამ P0-ს კიდე ერთი P0 დაემატება და კიდე ერთი 10 მეტრით რო ჩაიძირება, კიდე P0 დაემატება. ანუ ჯამში საბოლოოდ P2 წნევა გამოგვდის, რომ არის 3 P0-ის ტოლი. და ამასთან გითხრეს, რომ ტემპერატურა სიღრმის მიხედვით არ იცვლებაო, T უდრის კონსტანტას. ესე იგი პროცესი იზოთერმული გვაქვს, როგორც ხედავთ. და გვიკითხებიან სფეროს პირველი ზედაპირის წყლის ტემპერატურის, ხო, რამდენი შემთხვევით ბუშტის ზედა, ხო, სფეროს პირველი ბუშტის, ანუ სფეროს ფორმის არის, ხო? პირველი სფეროს ზედაპირის ფართობის შეფარდებას ჩაძვირის შემდეგ სფეროს ზედაპირის, ბუშტის სფეროს ზედაპირის ფართობთან. ახლა, რადგანაც ტემპერატურა იზოთერმულია პროცესი, შეგვიძლია კლაპეირონ-მენდელეევის იდეალური არის მდგომარეობის განტოლება, ძირითადი მდგომარეობის განტოლება გამოვიყენოთ, ვეძოთ, ვიცით, რომ PV უდრის ნიუ RTS. და რადგანაც ტემპერატურა მუდმივია, აქედან გამოგვდის, რომ PV საზოგადოდ უდრის რაღაც კონსტანტას, არ იცვლება, ამათი ნამრავლი. შესაბამისად, თუ მთელი პროცესორის ეს ნამრავლი არ იცვლება, არ შეიძლება P1 V1 უდრის P2 V2-ის ნამრავლიც. ესე იგი ვიღებთ ბოილ-მარიოტის კანონს შესაბამისად და ეხლა ჩავსვათ უბრალოდ P1-ის ტოლია, ვიცით, P1 არის P0, გამრავლებული V1-ზე, ეს ტოლი იქნება P2, ვიცით, რომ 3 P0-ის ტოლია, გამრავლებული V2-ზე. და P0-ებს თუ შევკვეცავთ, გამოგვდის, რომ V1 უდრის 3 V2-ს. მეორე მხრივ ჩაძირონდეს სფეროს ზედაპირის სფეროს მოცულობა იქნება 4/13 V1-ის მაგალითად რო დავწეროთ 4/13 π პირველი სფეროს რადიუსი R1 კუბში. ეს ტოლი უნდა იყოს 3-ჯერ 4/13 π R2-ის კუბში. 4/13-ები გვეკვეცება, π-ებიც გვეკვეცება და რა გვჭირდება ესე იგი? დაგვრჩება ჩვენ რომ R1-ის კუბი ტოლი ყოფილა 3-ჯერ R2-ის კუბის, საიდანაც R1-ის ფარდობა R2-თან კუბში, ტოლი გამოგვდის 3-ის, აქედან R1 შეფარდება R2-თან, ტოლია კუბური ხარისხის ფესვი 3-დან და ეს თავისუფლად მაჩვენებლიანი ხარისხის სახით ჩავწეროთ 1-3 ხარისხად 1/13 გამოგვდის. ანუ გამოგვივიდა რომ R1 შეფარდება R2-თან, თუმცა ტოლი ყოფილა 3-ჯერ 3 ხარისხად 1/13-ის. მეორე მხრივ S1-ის შეფარდება S2-თან, სფეროსთვის ტოლი არის ზედაპირის ფართობს თუ გავიხსენებთ, ეს ტოლი 4π 4πr1 კვადრატში შეფარდებული 4π R2-ის კვადრატთან. 4π-ები იკვეცება, ეს ტოლი გამოგვდის R1 შეფარდება R2-თან, ეს კვადრატში, ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ R1 შეფარდება R2-თან არის 3 ხარისხად 1/13, ეს გამოგვდის 3 ხარისხად 1/13, ეს კიდე აყვანილი კვადრატში. ეს ტოლია 3 ხარისხად 2/13. ანუ საბოლოოდ ჩვენ გამოგვდის, რომ S1-ის შეფარდება S2-თან, ტოლი ყოფილა 3 ხარისხად 2/13. ესე იგი საბოლოოდ ვასკვნით, რომ ბუშტის ზედაპირის ფართობი
აი, ამდენჯერ შემცირებულა. პასუხი არის D.